საშიში ისტორია სასაცილო გახმოვანებით. საშიში ძიძა ანიმაცია როა ძიძა. საშიში ძიძა. იმისთვის რომ უკეთ შეხვიდეთ ვიდეოს ატმოსფეროში უნდა გაიკეთოთ უსასმენები. ერთხელ ერთი პატარა გოგო, რომელიც უკვე გაიზარდა, კომპიუტერში ყურებოდა. Roblox თამაშობდა თუ Brawl-ს ან რაღაც თამაშობდა კაცმარით. მაგრამ რაღაცა წერდა. ან თამაშობდა. თურმე წერდა. როდესაც დაინახა რაღაც კოპლებიანი შუქნიშნის ფერებიანი, ერთი ზედმეტით, რაღაცა მონაწერები ჰქონდა, რომელიც გამქრალია და ვერ ჩანს. პატარა მოჯღაბნული კი დავინახე. შევიდა რაღაც მოჯღაბნულ ნაწერში, რომელიც რაღაცა თავი იყო. დაურეკა მაგას, დაურეკა არ ვიცი, მაგრამ დაურეკა. რაღაცა უთხრა. უი, დედამისი ყოფილა, ძიძა ყოფილა. ძიძა დაურეკა. გონი თავის რომ მიხედოს. ის მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. თითო ძმა როდესაც საშენებულ მე რა ვიცი. ხო, ცხოვრობდა. ძალიან დიდი ხნის და მოვიდა მანქანა. ტაქსი. მივიდა ეს ქალი, გოგო პატარა და გაზრდილი ამ სახლში შევიდა და შუქიანი თვითონ ძმა დააგაგუნა. მაგას არავინ უღებდა. მერე გაიღო და იძიძა იყო. სახე დამჭყრალი ქონდა, მე რა ვიცი რატომ. გონი გადამდაფხაჭნა, მაგრამ კაი იყო. ხელებზე მანიკური ეშვა. ეშვა. და თმაზე პუწები ქონდა 5000 ტრაკოტუკული ტერპედუსტუსი მილიარდი კვარტილიონი თმა ქონდა თავზე პუწები. უზარმაზარი თითებით ყელზე ანიშნა, გაბრაზდა და თეთრი კბილები გამოუჩნდა, აიღო ხელში ხელი და წაიყვანა ხელში ხელი. იქ ორი სკამი იყო და კარისხმა გაიგო. რაღაცა საშიში კარისხმა. აქ ძველი ნახატები იყო. ეს რა კარისხმა? აი არა უშავს. მივიდა და რაღაცა საათი იყო. წინ კიდე რაღაცა კარი. და მიტოვებული რაღაცა დანგრეული კარი, ფანჯარ გატეხილი და ტახტი გარეთ. გარეთ ეძინა თუ არ ვიცი, მაგრამ გონი ამას გარეთ ეძინებენ. წავიდა ხობიები სულ კატის დაფხაჭნული იყო, ხელი ჩაკიდებული ქონდა და მიყავდა. არ მე ეტკინა თუ არა, მეც არ ვიცი, მაგრამ ეტკინა. ჩანს რომ ეტკინა. მილიონერი იყო, ყურზე საყურე ეკეთი. მერე გაბრაზდა, მოიხედა. დაღიმებული სახი და ვა, ეს რა კარისხმა? ძალიან დიდი კარისხმა. ვიღაცა გარედან გამოდის. და ეგ არა უშავს. აქ ეს ბიბო ისე გაბრაზდა, რომ ვახ, ჩემი კაინი კალაიო. სხვა გოგო. იქ რაღაცა დამტრეული სათამაშოები იყო. კიდე კარისხმა. ეს რა კარისხმა? ვიღაცა მოდის გონი. ეს გოგოში გაუცდა. აქ რა მინდა? შენდებილო. იმან თქვა დებილი თავი გაბიაო და წამოიყვარა. თითი ანახა. თითია თუ ჯოხი არ ვიცი, თითს გავს. თითი ანახა. ხის ქვეშ რაღაცა ტახტი იყო. უპს, ვიღაცა იყო მკვდარი. 1947, 1956, 1953 რაღაც რიცხვები ეწერა. იქ კიდე ახალი საფლავი უნდა ჩაასაფლოს. მე ვიცი ეს ვინც იქნება. ეს გოგო. ვიღაცის პირი ჩანს, რომელიც ქაღალდების ნაგვისუნის მსგავსია. გოგო გაიქცა. გოგო დიდი პატარა. რაც არის. იქ რაღაცა ეშმაკუნა პუწიანი ვიღაცა იდგა თეთრი თვალებით და დასასრული. თუ მოგეწონათ გამოიწერეთ არქი და დაალაიქეთ ვიდეო. პაკა-პაკა სახურ კომბინაცია.